თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის მე პირადად ვარ სამეფო კლუბის წევრი და ეს გადაცემა სამეფო კლუბის ეგიდით გადის YouTube არხზე. ვისაც გაინტერესებთ მსგავსი გადაცემები და ვისაც გაინტერესებთ საკუთარი გვარის ისტორია, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ჩვენი გადაცემა. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. ჩვენი წინა გადაცემამ ძალიან დიდი გამოხმაურებით ჩაიარა, ასე თქვა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ ახალი ასე თქვა თანაწამყვანი მყავს ლუკა, ახალგაზრდა ადამიანი ლუკა ჟღარკავა, რომელიც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა და ძალიან მცოდნე არის გვარების, ძალიან სასიხარულოა და განსაკუთრებით აფხაზურ გვარებზე მუშაობს. პროფესიით წენა გადაცემაში მაგას მოგახსენეთ არის ექიმია, მომავალი მექიმია უпростоრად, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, რომ უყვარდეს თავისი გვარი და საერთოდ გვარების ისტორიით იყოს დაინტერესებული. და დღეს გუშინ წინა გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკეთ მარღანიების გვარზე. დღეს ორი გვარი აქვს, ესე იგი ესა რა ქვია, არა, უпростоრად ერთი გვარი აქვს და მე ლაკირბაიებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს იმითიცაა კარგი ეს გადაცემები და აი ლუკას ჩართულობა იმითია კარგი, რომ ის ცოტა რა ჩვენ ნაბიჯს ვდგამთ, ასე ვთქვათ, აფხაზების მიმართ, აფხაზების ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, ეს ძალიან ცუდი რაღაც მოხდა რუსების ჩარევით, რა თქმა უნდა, რუსებმა ძალიან ცუდი როლი ითამაშეს ჩვენი ორი ერის, ორი ხალხის, ესე იგი ურთიერთ დაპირისპირებაში და თანაცხოვრება, რაც ჰქონდა ჩვენ, ესე იგი კარგად ვიცი და კარგად გვახსოვს ისტორიიდან, ესე იგი მორდუობა ჰქონდა, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდა აყვანილი და ის ტრადიციები ერთმანეთთან წმინდა და ხელშეუხებელი, რა თქმა უნდა, რომელიც მოირღვა და დაიშალა და რომელიც ესე იგი ძალიან ცუდ ფაზაში გადავიდა, ძალიან ცუდ ფაზაში და ჩვენ გვინდა რომ ეს გინდაც გენეტიკურადაც ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ G2 A1-ის მატარებელი ის ვართ, რა ქვია, ჰაპლოგენის ჰაპლოჯგუფის მატარებლები ვართ ჩვენს და აფხაზებიც. და სხვა შორის ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ანუ ფაქტიურად მთელი კავკასია ერთი ჰაპლოგენის ჰაპლოჯგუფის მატარებლები ვართ. ასე რომ ჩვენ ძალიან ახლო ნათესავები ვართ. ვიღაცამ არ იფიქროს ის, რომ რაღაცა სხვადასხვა ერი ვართ, არა ვართ სხვადასხვა ერი ვართ, ერთი და იგივე ხალხი ვართ. უბრალოდ ყოველ შემთხვევაში შემდეგ მოხდა ჩვენი ეს სხვადასხვა ვართ, მაგრამ წარმოშობა ერთი გვაქვს. წარმოშობა ერთი გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ განვითარება მე სხვადასხვანაირად, მაგრამ აქ მეორე საკითხი კიდე ახლა დღევანდელი აფხაზეთში მაცხოვრებელი ეთნიკურად ის თუ ვინც იყვნენ ადრე, ხო ისინი ცოტა სხვა ხალხი იყო და დღეს ჩამოსულები არიან ცოტა სხვა ხალხი და მოხდა მე ეს მე-16 საუკუნეში, მე-17 საუკუნეში ხდებოდა ამ ხალხის ჩამოდინება ბალყარეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან და მოხდა ცოტა აღრევა მოხდა ამ ყველაფრის, მაგრამ ძირიდაძირი მე-7 საუკუნეში და მე-8 საუკუნეში ერთ და იგივე ხალხი ვიყავით, ფაქტიურად უბრალოდ სხვადასხვა, მაგრამ ისტორია ერთი ქონდა. ასე რომ ვაგრძელებთ გადაცემებს ჩვენ აფხაზეთის გვარებთან დაკავშირებით და დღეს ლუკას მომზადებული აქვს ერთი გვარი, ეს არის ლაკირბაიების გვარი.
ლაკირბაიები მოგეხსენებათ, ესე იგი, ასე ვთქვათ, ლაკირბა იყო ამის თავისელო ძირი. ალბათ ლაკირბაია შემდეგ შერქმეული გვარია. მე სხვა შორის ძალიან ხშირად ხვდება ეგეთ რაღაცები, ხა ისტორიას რო ამა თუ იმ გვარის ისტორიას რო ვეცნობი და რო ვსწავლობ. აი სამეგრელოში აი ძალიან ბევრი გვარი ია დაბოლოება მე-18 საუკუნის მიწურულს წარმოიქმნა. ძალიან ბევრი გვარი იყო, აი დაუშვათ აი ჯღარკავა კი არ იყო, ჯღარკა იყო. ხო, მეგრული ფორმით ჯღარკა, გვაზა და ასე იყო. ხო და აი ვა, ია და უა შემდეგ და ლაკირბა შეიძლება ამ ფორმითაც იყო. შემდეგ სამეგრელოშიც რა და არის ასეთი ჰიპოთეზაც რომ ბაათი დამთავრებული გვარები არა აფხაზური, არამედ მეგრული წარმოშობა. რა თქმა უნდა, ხო. შესაძლებელია ნამდვილად. აქედან გამომდინარე, ჩემზე კარგად ამ ყველაფერზე ისაუბრებს ლუკა ისაუბრებს და შემიძლია დაუთმოთ უკვე იმას აქვე ლუკას. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ლევან, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს ვისაუბრეთ ლაკირბაიათა, იგივე ლაკერბაიათა საგვარეულოზე. აფხაზური შესაწყისიანი გვარის არის ლაკრვა. ეს გვარი აზნაურთა წოდებისა იყო აფხაზეთში და როგორც მიხეილ შარვაშიძე, ანუ აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი ერთ-ერთი წერილში წერს, ეს გვარი 700 წელი არისო ჩემი მმართველობის ქვეშ რაც მოექცა. ეს რა თქმა უნდა ახლა ძალიან რთულია ამისი დადგენა, ეს ნამდვილად ასეა თუ ასე ვთქვათ ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაცა ისტორიული საწყისები შარვაშიძეებთან ერთად ამ ლაკირბაიებს მოსდგამთ. ამ საგვარეულოს ცენტრი გახლდათ სოფელი დურიფში, რომელშიც მდებარეობს ასეთი ერთ-ერთი უბანი, რომელსაც ლაკრიფში ეწოდება. მე-17 საუკუნის ბოლოს სამურზაყანოში ლაკირბაიების ჩამოსახლება დაკავშირებული არის ყვაპუ შარვაშიძესთან, როგორც წინა გადაცემაშიც ვახსენეთ. სწორედ ყვაპუ შარვაშიძე იყო ერთიანი, ანუ მთლიანი აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი, რომლის სიკვდილის უпростоად ზეგნა შარვაშიძე იყო ერთიანი აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი, რომლის სიკვდილის შემდეგაც მისმა შვილებმა დაინაწილეს აფხაზეთი და ერთ-ერთი იყო მათ შორის ყვაპუ, რომელსაც სამურზაყანო ერგო. და ყვაპუ შარვაშიძემ ბზიფიდან ჩამოასახლა რამდენიმე თავადაზნაურული ოჯახი. მათ შორის მოხდა ლაკირბაიების და სწორედ ასე მოხდა ლაკირბაიების სამურზაყანოში განსახლებაც. ცნობილი არის, რომ ამ გვარის წარმომადგენლებს ბზიფში 470 კომლი ექვემდებარებოდა, ანუ 470 ოჯახს განაგებდა ლაკირბაიების გვარი. სტატისტიკას რომ შევეხოთ 1996 წელს, სადაც აღშესული არ არის ამ აღწერებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მონაცემები, საქართველოში ცხოვრობდა 116 ლაკირბაია და 204 ლაკირბაია. ხოლო 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 99 ლაკირბაია და 152 ლაკირბაია. ისტორიულად ამ საგვარეულოს განფენის, ანუ განსახლების არეალი შემდეგ სოფლებს მოიცავდა, ეს არის დურიფში, პირველ რიგში ლიხნი, შემდეგ ბლაბურხვა, რეჩხი და სოხუმი. სამეგრელოშიც ხდებოდა ეს გვარი, აღსანიშნავი არის, განსაკუთრებით კი ზუგდიდში, ჩხოროწყლსა და ლესიჭინეში. ლესიჭინეში არის ერთ-ერთი უბანი, რომელსაც სალეკრბაიოსაც უწოდებენ. აფხაზეთის ტოპონიმის შესწავლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა იგორ კეკერიამ, უნდა აღნიშნო მისი წვლილი და მის წიგნში აფხაზეთის ტოპონიმია არის რამდენიმე ლაკერბაიებთან დაკავშირებული ტოპონიმი აღნიშნული. ეს არის ლაკარგავა, რაც ნიშნავს ლაკირბების ტაფობს, ანუ ეს არის ტაფობი სამხრეთ ნაწილში სოფელ დურიფშისა და ასევე ლაკარხუ, ანუ ლაკირბაიას მაღლობი. ეს გახლავთ ბლაბურხვაში მაღლობი. ლაკირბაიების გვარის შესახებ სხვა აფხაზური გვარების მსგავსად სამწუხაროდ მე-19 საუკუნემდე ინფორმაცია დოკუმენტირებული ინფორმაცია არ გვხვდება. ხოლო მე-19 საუკუნიდან უკვე საეკლესიო ჩანაწერებში ჩანს ამ გვარის წარმომადგენელი უამრავი ადამიანი. მაგალითად 1863 წელს სოფელ რეფში აზნაურ ესე იგი ესეთი მარღანიას მარღანიას ნათესავი ყოფილა თულაფსუ, ანუ თლაფს ლაკირბაია, რომელიც 1808 წლის ჩანაწერებში იხსენება და
ეს ჩანაწერი გახლავს 12 აგვისტოს შედგენილი ჩანაწერი საფარბე იგივე გიორგი შარვაშიძისა, რომელიც მიემართებოდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს. 1827 წლის დოკუმენტში, რომელიც ეხება მაჰმადიანი აფხაზების თავადაზნაურული წრის რუსთ ასე ვთქვათ მორჩილების შესახებ განაცხადს და ერთგვარ ფიცის წიგნსაც შეიძლება ფიცის წერილსაც წარმოადგენს რუსეთის ხელმწიფის მიმართ. ესე იგი ნახსენები არიან შაჰმედ გეჯანის ძე, ხურსენ ბოლიხუხუს ძე, ლევან ახმეტის ძე, შარაჰმედ მათირბეის ძე, ურუსი ერისთოუს ძე, ბოლიხუხ ხასანის ძე, სოლომონ მისოუს, ხოგლი, ედგი, ისმაილ, ხიტუ, ომერ, როსტომ, აჯიგირეი, ჯანბულეთ, კაცი, ხამურზა, ყანანა და ჯოღორია ლაკირბაიები. 1834 წლის საარქივო მონაცემებით კი აზნაურები აჰმედ და კუშლუ ლაკირბაიები აფხაზეთის სოფელ ლიხნში ცხოვრობდნენ. ლაკირბაიათა გვარს ოჩამჩირეში, სოფელ დურიფში ჰქონდა საკუთარი საგვარეულო ეკლესია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ძმებმა ანტონ მურზაყამ და შამშუდ მარღანიებმა ააგეს, ლაკირბაიებმა ააგეს. ეს მოხდა 1913 წელს, როდესაც ესე იგი უკვე დაიწყო ამ ეკლესიის მშენებლობა და გარდა ამ ლაკირბაიებისა, აღსანიშნავია ის, რომ 1913 წლის 13 იანვარს სოხუმში გაიმართა მარათონი, რომელიც ჩატარდა მართლმადიდებლური საძმოს, ასე ვთქვათ, ორგანიზებით და აქ შემოსული თანხაც მთლიანად გადაეცა ამ ეკლესიის, ასე ვთქვათ, ასაშენებლად ლაკირბაიებს. ეკლესია 1914 წელს უკვე გაიხსნა და მის მღვდლად იოსებ ლაკირბაია განაწესეს. სამწუხაროდ ამ ეკლესიამ დიდი ხანს ვერ იფუნქციონირა, რადგანაც 1924 წელს უკვე კომუნისტებმა ეს ეკლესია დახურეს და თვითონ ამ მღვდელს იოსებ ლაკირბაიას დევნა გამოუცხადეს. 1924 წლის შემდეგ მათ ამ ეკლესიას სახურავი გადახადეს და სოფლის საკრებულო გადახურეს ამ ეკლესიის სახურავი. ესე ძალიან კარგად იცოდნენ. დიახ. კარგად გქონდათ ათვისებული ეგ ისა რა. ეგუნარები და ეგ ისინი იცოდნენ, დიახ. და სამწუხაროდ ამის შემდეგ ეკლესია თანდათან ნადგურდებოდა და ამ 1924 წლის შემდეგ დღესაც ამ ეკლესიას არ აქვს სახურავი და პრაქტიკულად უკვე მისგან მხოლოდ შენობის ნაშთები რა არის დარჩენილი, არსებული ფრესკები სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი. ისიც არ ვიცით, იქ ფრესკები და მოხატულობა საერთოდ არსებობდა თუ არა. ახლა მინდა უშუალოდ რამდენიმე წარმომადგენელზე ვისაუბრო ლაკირბაიებსა. კი ბატონო, სანამ უშუალოდ პერსონებზე გადახვიდოდი, მანამდე ასეთი მოსაზრებაც არსებობდა იმაში, რა ვქვია, ამ გვართან დაკავშირებით, ესენი ფრანგული წარმოშობის ვალერია ზოფაიაძე და ლაკურვასგან არის. ხო, ლაკურვასგან არიანო წარმოშობილები ეს სხვა შორის ეს ქართველებისთვის ძალიან დამახასიათებელი მე ასე ვიტყოდი რა, მაპატიეთ ამ სხვაზე და ცოტა მატრაკოცული ქართულ მატრაკოცულის არის რა. არა მარტო ქართველების, არამედ მაგათაც პოლონელები შემილია გავიხსენო. პოლონეთში არსებობდა სადღაც მე-18 საუკუნეებში ასეთი მოსაზრება, რომ ისინი ოსების და სარმატების, ასე ვთქვათ, შთამომავლები არიან და სწორედ ამით შეიძლება იხსნას, რომ პოლონეთში საკმაოდ გავრცელებული იყო რაღაც ეს კავკასიური და რაღაც ოსმალური მოდა. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და ისედაც რა ვქვია მაგას ამ რუსეთის იმაში იმპერიაში აი ხო, ერები ხარ და პოლონეთის რუსეთის იმაში იყო, რა ვქვია, დაქვემდებარებაში იყო ძალიან დიდი ხანი და ბესარაბიას დაუშვათ. აი, ყველაზე მეტი თავადაზნაურობა ყავდა პირველ ადგილზე იყო ქართველები, ანუ ესე იგი 12% თავადა მოსახლეობის 12% იყო აზნაური საქართველოში, შემდეგ მეორე ადგილზე იყო ესე იგი პოლონეთი, სადაც 10-11% იყო თავადაზნაური და შემდეგ იყო ესე იგი ბესარაბია, ანუ დღევანდელი ესე იგი დაახლოებით ის რომ არის რა მოლდავეთი რომ არის და ის სადაც იყო 8-9% იყო და ამითაც მე სხვა რაღაცა მინდა ვთქვა ქართველებს ძალიან ბევრი მისა რა ისტორიკოსი, ძველი ისტორიკოსი დაუშვათ გინდაც ივანე ბატონიშვილი და თვითონ გვარში შემორჩენილი გადმოცემებიც რა
ყველა საღაცთან მოსულს უკავშირებს თავის გვარის ისტორიას. და ეს არასწორია, რა თქმა უნდა, არასწორია, იმიტომ რომ ერთი გენეტიკურმა კვლევება სხვა რაღაცა შედეგი აჩვენა და შემდეგ ესე იგი ამას რატო აკეთებდნენ, ჩემთვის ამოუხსნელია. თვითონ ივანე ბატონიშვილის კვლევების შეიძლება ეწოდოს ძალიან ისეთი ტენდენციურობით ხასიათდება და არ არის საწუნო იქიდან გამომდინარე რომ რა თქმა უნდა არ არის საწუნო 18 საუკუნეში მოღვაწე პირმა 19 საუკუნეში მოღვაწე პირმა ნაკლებად შეიძლება იცოდეს რომ თქვათ რომელიღაცა კონკრეტული ერთი საგვარეულო ძველი წელთაღრით რა თქმა უნდა აბარა როგორ შეიძლება ხო და რატოღაც აი გვარების ესე იგი ივანე ბატონიშვილის იმაში რო ჩახედავ ესე იგი გვარების რაღაც 80% არის საყასთან მოსული დიახ და ეს არ არის სწორი რა. იმისი არ იყოს ახლა. რაღაც ჩემს გვარზეც ახლა იმას ივანეს არ წერია, მაგრამ ჩემს გვარში რაღაც გავრცელებული ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს ესე იგი არიან მოსულები იმიდან, რა ქვია, მაგას საბერძნეთიდან არიან მოსულები, ეს ამ მტკნარი სიცრუეა, ეს თვითონ ფაქტები სხვა რაღაცას მეტყველებს და რაც ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია, სხვა რაღაცას მეტყველებს. და ასეა ძალიან ბევრი გვარი. ხო და ახლა სამწუხაროდ ესეთი თქონდა ქართველი რომ რაც უცხოა ყველაფერი კარგია. ხო, რა თქმა უნდა, ხო ეს ეხლაც ასეა. ეხლაც თუ დავუშვათ ორი საგანი, დავუშვათ რომ დავდოთ ერთი ქართული და მეორე ფრანგული, ფრანგულს აიჩეს. მიუხედავად ისე რომ შეიძლება ქართული უკეთესი იყოს იმაზე, მაგრამ ასეთები ვართ. ესე ჩვენი სულ ყველაფერში კარგები არა ვართ, ხან პატარა ნაკლებიც გვაქვს. ნაკლი რო არა გვაქვს, ეგეც ძალიან დიდი ნაკლია. ბოდიშით გადახვევისთვის და ახლა მოусვინოთ ესე იგი ну განვიხილა მურზაყანიძე ანტონ ლაკირბაიას, რომელიც გახდათ დურიფშელი აზნაური. იგი იყო ხუსეინ ომარიძე ლაკირბაიას მეორე ვაჟი. მისი ძმა იყო თამშუქ ლაკირბაია. მან როგორც ვახსენე ააგო ეკლესია სოფელ დურიფში და ასევე სკოლის აგებას დურიფში მის სახელთან ასოცირდება. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს იგი ჩაირიცხა სამურზაყანოს საკავალერიო არარეგულარულ პოლკში პრაპორშიკად, თუმცა შემდეგ 1877 წელს უკვე იგი მილიციის, ასე ვთქვათ, მილიციაში დანიშნეს ლეიტენანტად. იგი იყო იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძეგლის გახსნისათვის, ასე ვთქვათ, ჩატარებული ღონისძიების, რომელიც მოსკოვში გაიმართა, სხვათა შორის 1898 წელს იგი იყო მიწვეული როგორც აფხაზეთის თავადაზნაურობის წარმომადგენელი. მას ცოლად ჰყავდა გენერალ კაც მარღანიას შვილიშვილი, ცნობილი კაც მარღანიას. ნინო დავითის ასული მარღანია და ცნობილი არის რომ მათ შვიდი ჰყოლიათ. ამ შვიდიშვილიდან ერთ-ერთი იყო ასევე ძალიან ცნობილი ფიგურა აფხაზეთის ისტორიაში, კონსტანტინე იგივე კოსტია ლაკირბაია, რომელიც 1899 წელს დაიბადა. კონსტანტინე ლაკირბაია ასევე კოსტა დიდის სახელითაც არის ცნობილი, რადგან მისი ბიძაშვილი არსებობდა ასევე კონსტანტინე კოსტა ლაკირბაია, რომელსაც კოსტა პატარა, კოსტა მცირეთი იცნობენ. დიახ. ეს კონსტანტინე ლაკირბაია გახლდათ ჯარისკაცი და გახლდათ ასევე შესანიშნავი მხატვარი. იგი თავისი ძმის მსგავსად, გრიგოლ ლაკირბაიას მსგავსად, ესე იგი ვორონეჟის კადეტთა კორპუსში სწავლობდა. შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ელისაბედგრადის საკავალერიო სკოლაში და ამის შემდეგ 1912 წელს უკვე დააწინაურეს კორნეტად და უკრაინის მე-15 ჰუსართა პოლკის, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში მსახურობდა. ამის შემდეგ იგი გადავიდა დაღესტანში, დაღესტნის პოლკის შემადგენლობაში იყო და სწორედ აქ განაგრძო სამხედრო კარიერა. აღსანიშნავი არის, რომ კონსტანტინე ლაკირბაია დაქორწინებული იყო მერი ივანე სასულ შარვაშიძეზე, რომელიც გახლდათ ივანე გრიგოლის ძე შარვაშიძისა და ტერეზია ნესტორის სასული ჩიჩუას ქალიშვილი. სამწუხაროდ მათი, ასე ვთქვათ, თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა ბედნიერად. უნდა აღინიშნოს, რომ 1918 წელს კონსტანტინე ლაკირბაიამ თავი მოიკლა. ამას გარკვეული პირობები უძღოდა წინ და ორი სიტყვით მინდა ამასაც შევეხო. 1918 წელს კონსტანტინე ლაკირბაიამ სოხუმში დაპატიჟა თავისი მეგობარი ნიკოლოზ მეიტონისძე ემხვარი, რომელიც ძალიან ესეთი ამაყი პიროვნება გახლდათ და
ერთ-ერთი საიგნობის დროს სოხუმის ქუჩებში მათ დაინახეს ასეთ მოვლენას შეესწრნენ, რომ არსებობდა ასეთი ნაღსამყოსნი გემი დაკია, რომელიც იმ პერიოდში სოხუმის წყლებში დაცურავდა და ამ დაკიას ერთ-ერთმა მეზღვაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ნიკოლოზ ნეიტონიძე ემხარს, რაც ვერ მოითმინა თავადიშვილმა და პირდაპირ ტყვია დაახალა ამ მეზღვაურს და იქვე მოკლა. ამის შემდეგ ამ დაკიას კაპიტანმა გასცა ასეთი ბრძანება, რომ ნიკოლოზ ემხარი შეეპყროდა მისთვის, ასე ვთქვათ, მასთან მიიყვანათ, თუ არა და სოხუმს გადაწვავდა. ნიკოლოზ ემხარმა დაუფიქრებლად გადაწყვიტა, რომ ის ჩაბარებოდა ამ დაკიას კაპიტანს, მივიდა მასთან და ესე მოხდა, რომ დაკიას კაპიტანმა იგი გემის საცეცხლურში ჩააგდო. ამის შემსწრე კონსტანტინე ლაკერბაიამ ვერ გაუძლო, ვერ დაიტია ამდენი და თავადაც მოიკლა თავი სამწუხაროდ. თუმცა აღსანიშნავი არის, რომ მერი შარვაშიძეს და კონსტანტინე ლაკერბაიას დარჩათ ერთი შვილი. როგორი ღირსების მატერიალური ხალხი იყო. აი ცოტნე დადიანის მსგავსად შეიძლება ასეთი პარალელიც გავაბლოთ. და აღსანიშნავი არის, რომ კონსტანტინე ლაკერბაიასა და მერი ივანეზე ასულ შერვაშიძეს დარჩათ ერთი შვილი, გიორგი, იგივე გია ლაკერბაია. მერი ივანეზე ასულ შერვაშიძეზეც ვიტყვი იმას, რომ იგი მეორედ გათხოვდა შენგელაიაზე, თუმცა ეს მეორე ქორწინებას არ აღმოჩნდა სამწუხაროდ მისთვის, ასე ვთქვათ, ბედნიერი, რადგანაც ეს პიროვნება მისი მეუღლე 1927 წლის რეპრესიებში, ასე ვთქვათ, შეეწირა, მაგრამ მათი შვილი გახდათ ცნობილი ალექსანდრა საშორა შენგელაია და მათი შვილიშვილი კი ნადარეიშვილი, თამარ ნადარეიშვილი. კი ბატონო. ასევე უნდა განვიხილო გიორგი გიგო ლაკერბაია, რომელიც 1852 წელს დაიბადა. იგი გახდათ სამურზაყანოელი წარმოშობით, მაგრამ შემდეგ ფოთში გადავიდა საცხოვრებლად და სოფელ პატარა ფოთში ააგო აგურის ქარხანა. ამ აგურის ქარხანაში მან დაასაქმა უამრავი ადამიანი და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ძალიან კარგად მუშაობდნენ და გამოირჩეოდნენ თავიანთი მუშაობით, იგი ასაჩუქრებდა კიდევაც, მაგალითად ცნობილი არის, რომ რამდენიმე მის ასე ვთქვათ, თანამშრომელს მან მიწებიც კი გადასცა პატარა ფოთის მიმდებარედ. ეს ქარხანა 1908 წელს მან უკვე თავის შვილს ტარას ლაკერბაიას გადასცა და ტარას ლაკერბაიამ კი უკვე როდესაც რევოლუცია მოხდა რუსეთში თავისი ბოლშევიკი ცოლიზმის რჩევით ეს აგურის ქარხანა სახელმწიფოს გადასცა და ამით ერთგვარად თავის გადაერჩინა. ტარასის გარდა გიორგი გიგო ლაკერბაიას ყავდა კიდევ ორი შვილი, ეფრემი და ირაკლი, რომელთაც ორივეს დამთავრებული ჰქონდათ გიმნაზია, თუმცა სამწუხაროდ ორივე ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ. ხოლო თვითონ ამ ტარას ლაკერბაიას კიდევ ყავდა ორი შვილი, გოლიათ ლაკერბაია და პეტია ლაკერბაია, იგივე გიორგი ლაკერბაია. საინტერესო ეს სახელი უკვე მეორეჯერ შეხვდა ისტორიის რაღაცას რო ვეძებ. გოლიათის სახელი. ხო. ისე სურათებიდან რაც ვიცი, ბატონი გოლიათი ნამდვილად ამართლებდა სახელს, ესეთი. ხო და შეხვდა აი ეს რაღაცა. წარმოსადეგი პიროვნება გახდა. ხო, სხვა სამეგრელოში ხოლმე ხო რაღაცას ვიკვლევ ახლა ეს მეგრულ თავად აზნაურული მას ოჯახებს და შეხვდა ეს გოლიათის სახელი. საინტერესოა, დიახ. ხო, პეტიაც უნდა აღინიშნოს, რომ 19 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში. ხოლო თვითონ ეს გოლიათ ლაკერბაია გახდა საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. ასევე უნდა განვიხილოს სესირყვა იგივე სირხვა ლაკერბაიას შესახებ. ეს გახდათ 1852 წელს დაბადებული აზნაური, გახდათ სოფელი რეჩხიდან და იგი იყო მილიციის იუნკერი. ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის დამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 1891-დან 1899 წლებამდე. ეს სესირყვა ლაკერბაია 1876 წლიდან სამურზაყანოს არარეგულარული საკავალერიო პოლკის მხედარი გახდა და 1877 წელს იგი უკვე დაწინაურდა რუსეთ-თურქეთის ომში, ასე ვთქვათ, გამოჩენილი მამაცობისათვის და იგი მეოთხე ხარისხის სამხედრო ორდენით დააჯილდოვეს. 1878 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა 1896 წელს დააწინაურეს და გახდა მილიციის ოფიცერი.
ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის, ასე ვთქვათ, საიუბილეოდ იგი დაჯილდოვდა წმინდა ანდრიას ლენტიანი ვერცხლის მედლით. და სოხუმის მიწის კომისიის გადაწყვეტილებით მას გადაეცა 52 ჰექტარი მიწა, ესე იგი აფხაზეთში. იგი ცნობილი არის, რომ სამჯერ იყო ქორწინებაში და მისი შვილი გახლდათ მასწავლებელი აპოლონ ლაკერბაია. ხოლო მისი ძმისშვილი იყო ასევე ძალიან ცნობილი და ესე იგი გამოჩენილი პიროვნება, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და ოფიცერი მიხეილ გუჯმახანიძე ლაკერბაია. და ეხლა მინდა უბრალოდ ანდრია გუჯმახანიძე ლაკერბაია. ეხლა მინდა ვისაუბრო მიხეილ ლაკერბაიაზე, ესეც გახლდათ რეჭხიდან, ცხირსაც უწოდებენ ამ სოფელს. და მისი მეუღლე გახლდათ ჩემი დიდბების მამი და დათა მარღანიას ასული სეფრა მარღანია. მათ ყავდათ 4 შვილი და როგორც ერთ-ერთ დოკუმენტში არის მოხსენიებული 1909 წელს მიხეილ ლაკერბაია ყოფილა ცხირის სოფლის, ასე ვთქვათ, რწმუნებული. და მას მიუმართავს წერა-კითხვის გამომცემელი საზოგადოებისთვის თხოვნით, რომ სოფელ ზემო ცხირში გაეხსნათ სკოლა. თუმცა უსახსრობის გამო ქართულთა შორის წერა-კითხვის გამომცემლებმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, როგორც მიხეილ ლაკერბაიას შვილთაშვილი ქალბატონი დარეჯან ხუბუტია პირად საუბრებში აღნიშნავს ჩემთან, მას მაინც, ესე იგი, მან მაინც შეძლო, რომ თავის სახლში, ასე ვთქვათ, გაეხსნა სკოლა და იგი ბავშვებს ასწავლიდა ქართულ და რუსულ ლიტერატურას. ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ადამიანის მისწრაფება, თუ რამდენად, ასე ვთქვათ, მოყვარული ყოფილა სწავლის მიმართ და რამდენად შორსწრეტელი იყო, რომ ასე ეხმარებოდა თავისი სოფლის მოსახლეობას განათლების მიღებასა და განვითარებაში. როგორც მისი სოფლის მკვიდრები იხსენებენ და მათ შორის ბებია ჩემიც, ესე იგი თავისი წარსულიდან ლაკერბაიების ოდა ძალიან დიდი ყოფილა, ვეებერთელა ოდა ყოფილა, იქ სუფრა ყოველთვის ვერცხლის დანაჩამით ყოფილა გაწყობილი, თვითონ ეს სეფრამამი და ისეთი კლდემამოსილი ქალი იყო, თეთრი დალალები ამშვენებდა მას და აზნაურული, ასე ვთქვათ, შესახედაობისა ყოფილა, კარგად ამართლებდა თავის გვარს და ასევე მეუღლის გვარსაც. ხო, მათი სახლი დაანგრიეს მაშინ, როდესაც გალში წყალსაცავის მშენებლობა დაიწყეს, თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე მოსახლეობა იმ ადგილს, სადაც ეს სახლი იდგა, მიხაშ ორთუს ეძახის. ხო, კაი ეს არის, ოკეი. ხო, სხვა შორის სულ რაღაც ან ფოტო რაღაცა არსებობს, ხო? უხაროდ, უბრალოდ გალში არის რამდენადაც ვიცი, მაგრამ მისი შთამომავლები ვერ ახერხებენ ჩასვლას და ვერ მოაქვს. ხო, ეს ფოტომასალა. ანუ ესე იგი საშუალებაც არ არის, რომ დავუშვათ იქიდან ვიღაცა გამოაგზავნოს ეს. უხაროდ არა. ჯერჯერობით, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ბავშვი ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ დათვება ჩვენ შორის ურთიერთობები, რატომაც არა კაც. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის რა, ეხლა ეს გადაცემებიც, ეხლა და ეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ძალიან კარგად ჩამოყალიბა აი ამ გვარის ისტორია და ძალიან კარგად ახსნა ყველაფერი და ძალიან კარგად გადმოგვცა, სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ შორის ამ ორ ერთ შორის ტრადიციული ურთიერთობები აღდგეს კაცო. და ისევ კი ძალიან რთული და ძნელია იმ ყველაფრის დავიწყება, რაც მოხდა ჩვენ შორის, მაგრამ უარესების ხდება ისტორიაში და უარესების მომხდარა, მაგრამ რაღაცა უნდა გადავამიჯოთ, უნდა ვაჯობოთ ალბათ ჩვენს თავს, საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ და რაღაც ნაბიჯები. ჩვენ ახლა გადავდგეთ ნაბიჯებს, დგამთ ნაბიჯებს, აგერ ლუკას დამსახურება, ეს ძალიან დიდი დამსახურება და რა ვიცი, აბა იქნებდანაც ველით რაღაცას. ყოველ შემთხვევისათვის ცუც თუ არა, კაც თუ არა ცუც რაღაცას მაინც უკავშირი აუცილებლად. ხო, რა თქმა უნდა, ხო. მოკლედ დღევანდელი გადაცემა მე ასე შემიძლია ვთქვა, თამად შემიძლია ვთქვა, შედგა ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა. მე მინდა ლუკა შენ ახსენე, წეღან ახსენე იგორ კეკელია. მე მინდა ხაზი გაუსვა რა, ხაზი გაუსვა, აი ახალგაზრდა ადამიანია.
და ძალიან დიდი მეცნიერა და მარტო ერთი მიმართულებით კი არ აკეთებს ეს რაღაცებს. მე იგორ კეკელიას პირადად არ ვიცნობ, ალბათ ვიცნობთ ასე. ჩემი წიგნის რეცენზენტია. მიმოწერით და რაღაცა მის ვიცნობ, არა, ესე იგი მინდა დიდი პატივისცემა გამოხატო მის მიმართ უერთდები და ესე იგი მინდა რომ ესე იგი უსურო, იმიტომ რომ მე ვიცი, ხედავ, კოჭებში ვატყოფო, რო იტყვიან, კოჭებში ვატყოფ, ეს ძალიან დიდი მეცნიერია. უკვე დიდი მეცნიერია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მრავალი შრომის და რა ყველაზე მთავარი რა არის, აი ერთი მიმართულებით კი არა, მე მაგალითად ერთი მიმართულებით ვარ, მე ვიცი გვარების ისტორია ვიცი. სხვა რაღაცა კი ვიცი, მაგრამ ვიცი დილეტანტის დონეზე ვიცი და აი ეს ადამიანი არის ეთნოგრაფიც არის, ისტორიკოსიც არის, არქეოლოგიც არის, რაღაცა აი ყველაფერია რა მოკლედ რა. უნიკალური ხო და მინდა აქედან მოვიკითხოთ და მივესალმოთ იგორს და რა ვიცი აბა. მეცაწერა წარმატებები უსურვოთ თავის გასავლელ გზაზე. მოკლედ გადაცემა სულიც იყო რაც გვეთქვა ლაკერბაიების გვართან დაკავშირებით, მე მინდა ისე შეგახსენოთ, რომ თუ გაინტერესებთ თქვენი საკუთარი გვარი და არა მარტო თქვენი საკუთარი გვარი გამოიწვიეთ ჩვენი არხი YouTube არხზე საქართველოს საერთო კლუბის არხია და ლევან ბერაიას ავტორ გადაცემა. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსრები ვართ მაგრამ მე ვსა